არიან. ესა ავარჯები. მეექვსე საჯარო სკოლის არაქართულენოვანი ბავშვები ქართულად წარმოადგენენ ვერცხლის ბავშვს და ამის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ მოусმინოთ ჩვენ მოსწავლეებს, რომ როგორი იკითხება ვერცხლის ბავშვანი ქართულად, სომხურად, აზერბაიჯანულად. ევისენო ყველა მყოფთა სიამაყეა შოთა რუსთაველი და ვერცხლის ბავშვანი. კურთხეულ ხარ, რადგან ქართველო რუსთველისერი შენიერია. ამას ვაკეთებთ მეზისა. სისხლისა ზემდა ხელი. თქვენი ქებანი ვის მიერ არაორი გამორჩეული. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. საქართველოს დღესასწაულის შეთანხმება, სწორედაც რომ ჩვენი მარნეულის მუნიციპალიტეტის ინიციატივით დაარსდა 2021 წელს და ის ყოველ წელს აღნიშნავთ. როგორც აქ ითქვა უკვე, შოთა რუსთაველი გახლავთ მე-12 საუკუნის ერთ-ერთი დიდი ქართველი პოეტი და მოაზროვნე და მისი ნაცნობი პოემა ეს არის არა მარტო ჩვენი ქვეყნის, არამედ მთელი მსოფლიოს დიდი საგანძური და რა თქმა უნდა მას გავუთხიდეთ პატრიოტებს ყოველ წელს სათანადო აღნიშნოთ ეს მნიშვნელოვანი დღესასწაული და მე ვიტყოდი რომ მიუხედავად იმისა რომ რთულად გამოსათქმელი სიტყვებია ეთნიკურად არაქართველ ბავშვებმა ძალიან კარგად შეასრულეს მადლობა თითოეულს მადლობა პედაგოგებს და მადლობა დღევანდელების ორგანიზატორებს. მარნეულში ძალიან ლამაზი ტრადიცია ჩამოყალიბდა, მინდა მადლობა გადაუხადო ჟვანიას სკოლას, განსაკუთრებით მე-6 სკოლას. ყოველთვის მე-6 სკოლა გამორჩეულია თავისი ნიჭიერი ახალგაზრდებით, ბავშვებით, მოსწავლეებით და ცალკე მადლობას ვუხდით დღევანდელი დღისთვის, ემოციებისთვის. აი განსაკუთრებით ყველა ახალგაზრდა არის ძალიან ნიჭიერი და ძალიან მიხარია და გილმოსავ კიდევ ერთხელ და დიდი მადლობა ყველას.